პოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლმა პრემიერას უმასპინძლა. სპექტაკლის სახელწოდებით აივანი რეჟისორმა ზურაბ ხვედელიძემ დადგა. პრემიერა გუშინ გაიმართა და მაყურებელს მისი ხილვა უახლოეს დღეებში შეეძლება. დეტალები ნინო ბერიძის სიუჟეტში. სუბუქი კომედია სიყვარულზე, დაბნეულობასა და გაუგებრობაზე. რეჟისორმა ზურაბ ხვედელიძემ ნინო მირზაშვილის პიესა „მაცეკვე ტანგო“ ბოლნისის თეატრალურ დასთან ერთად სცენაზე გადაიტანა. მთავარი გმირი სპექტაკლის განმავლობაში ცდილობს მამას დაუმტკიცოს, რომ მისი შეყვარებული კარგი ადამიანია. ისტორია სახალისოდ ვითარდება. ნატუკას მამა სასიძოს უჩვეულო სიტუაციაში გაიცნობს და აღმოაჩენს, რომ ის სწორედ ის პიროვნება, ვისაც საკუთარი ქალიშვილის გათხოვება სურს. ჩვენ გვინდოდა სუბუქი თემა შეგვეთავაზებინა მაყურებლისათვის, იმიტომ რომ მე ამ სპექტაკლზე ვამბობ, რომ ავირჩიეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ღიმილი იუმორი შეგვეთავაზებინა, იმიტომ რომ ჩვენი წინა სპექტაკლები საკმაოდ მძიმე იყო, ტრაგიზმამდე მისული, წრემლამდე და არ გვინდა ყოველთვის ესეც სტრესში ვავყოფოთ მაყურებელი. ასაკოვანი კაცი არასდროს მითამაშია და მეშინოდა როგორ გამოვიდოდი და არ ვიცი ხა როგორ გამოვიდა, ვეცადე ყველანაირად და მაყურებლის შეფასება. მთავარია ის, რომ ჩვენ მაყურებლამდე ეს ემოცია დადებითი მუხტი მივიტანეთ. დარბაზში მაყურებელთა ემოცია მოქმედების პარალელურად იზრდებოდა. სუბუქმა კომედიამ სპექტაკლის მოყვარულთა დიდი მოწონება დაიმსახურა. მაყურებელთა შორის იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე დავით შერაზადიშვილიც. როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის თეატრალური წარმოდგენების გამართვა მეტად მნიშვნელოვანია. ნამდვილად ლამაზი საღამო იყო დღევანდელი საღამო სპექტაკლი. მე პირადად ძალიან მომეწონა და მე მგონი მაყურებელსაც, იმიტომ ბევრი იყო აპლოდისმენტი. ზოგადად ბოლნისის თეატრს დიდი წარსული აქვს, ტრადიცია და არ შეიძლება ამ ყველაფრის დავიწყება, ყველაფერს სჭირდება აღორძინება, ხელშეწყობა ჩვენ მხრიდან, მუნიციპალიტეტის მხრიდან და რაც უფრო მეტი ლამაზი საღამოები მოეწყობა ბოლნისის კულტურის სახლში თეატრალური განხრით, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობებისთვის. არაჩვეულებრივი იყო. საერთოდ მე ამაყი ვარ იმით, რომ ვარ ბოლნისელი, იმიტომ რომ ბოლნისში ეს ტრადიცია ყოველთვის არსებობდა ძალიან კარგი თეატრი, არაჩვეულებრივი მსახიობები და დღევანდელი დღე სრულიადაც არ მიგვირს ასეთი ანშლაგით რო წავიდე. უდიდესი მადლობა მინდა მოუხადო თითოეულ მსახიობს და ყველას, ვინც ხელი შეუწყო, რომ დღევანდელი დღე ასე ლამაზად დამთავრებული. ბოლნისის თეატრალური დასი მაყურებელ სპექტაკლ აივანის ხილვას უახლოეს დღეებშიც პირდება.